ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 20-ზე მეტმა დეპუტატმა საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გენერალურ მდივანს წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა. დეპუტატებს აინტერესებთ თუ რა ზომებს მიმართა მინისტრთა კომიტეტმა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს. მეორე კითხვა ეხება დაეხმარება თუ არა ევროპის საბჭოს ორგანოებს გენერალური მდივნის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52 მუხლით გათვალისწინებული მანდატის შესაძლო გამოყენება. 52 მუხლი ადგენს, რომ თუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მოითხოვს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს, ვალდებულია წარადგინოს განმარტება თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა კონვენციის ამა თუ იმ უფლების რეალურ და ეფექტიან დაცვას. ქიმიური იარაღის ექსპერტებზე საქართველოს სპეცრაზმის მამხილებლებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით BBC-ს გამოძიება მაჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების პირველ დღეებში შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ნივთიერება კამიტი. ეს არის აგენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, თუმცა მისი მავნე ზემოქმედების გამო 1930 წლისთვის ხმარებიდან ამოიღეს. საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძისადმი გაგზავნილ ბოლოდროინდელ მიმართვაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს პროკურატურის მიერ სამართალდამცავების მხრიდან 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ძალის გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რადგან აღნიშნული პრაქტიკა სერიოზულ კითხვებს ბადებს კანონიერების აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით. BBC-მ საგამოძიებო ფილმი 2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. მაშინ ნათქვამია, რომ 2024 წელს დეკემბერ-ნოემბრის დარბევების დროს ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენები ასევე ქიმიური გამხსნელი ტრიქლორეთილენი. საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო და ზუსტად 5 დღეში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამიტი არასდროს შეუძენია და გამოუყენებია. რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის აღმოჩნდა ჩამოწერილი ნაშთის სახით 880 ლიტრის ოდენობით. მოქალაქეები სუსის გამოძიების შედეგებს არ ენდობიან და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.